მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ ყურებთ კურიერს 9 საათზე. 9 აპრილის მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები და 36 წლის წინ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა შეერთებული შტატების ელჩიც რობერტ დანიგანმა მემორიალთან ყვავილები მიიტანა. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტისთვის ამ დრომდე გადაკეტილი რჩება რუსთაველის გამზირი. მოქალაქეებმა შეკრება დედაქალაქის ცენტრში გვიან ღამი დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე გამთენის სასაღევრინაა 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. საეკლესიო მსახურობა სიმბოლურად სწორედ იმ დროისთვის დაიწყო, როდესაც 36 წლის წინ რუსთაველზე რუსული ჯარი გამოჩნდა, რასაც მშვიდობიანი დემონსტრანტების ხოცვა ჟლეტა მოჰყვა. რუსთაველზე შეკრებილებმა სამთლებით ხელში ილოცეს და 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს. ამის შემდეგ შეკრებილებმა ფიცი დადეს, რომლის ტექსტიც პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა. მისი თქმით, ეს ფიცი იქნება საზოგადოების გამაერთიანებელი და ამით პროტესტი ქვეყანაში უფრო გაძლიერდება. ფიცის დადების დროს ფონად ისმოდა ზარების ხმა, რომელიც ჩანაწერის სახით გავიდა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა შორის იყვნენ ოპოზიციის ლიდერებიც. ყველა მიცით თუ რადგან 9 აპრილი. მაგრამ დღეს ჩვენ ჩავთვალეთ ღირსად, რომ განსაკუთრებით აღვეყნიშნა 9 აპრილი, იმიტომ რომ ეს სისხლი, რაც იყო დაღვრილი საქართველოს თავისუფლებისთვის და ეს მოპოვებული თავისუფლება დიდი საფრთხის ქვეშ არის. სანამ ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა და ვიყოთ ყოველთვის მხნედ და ვიცოდეთ, ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენია საქართველო, ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არის ერთის რა თქმა უნდა. დღეს როდესაც ვიხსენებთ საქართველოს თავშეწირულ ადამიანებს, მაგრამ ამავდროულად ვიხსენებთ დღეს, როდესაც საქართველოს დაიბრუნა თავისუფლება, ქართულ ხალხმა დაიბრუნა თავისუფლება, რომლისთვისაც ბრძოლა გჭირდება ყოველდღიურად. ღამით რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანებიან უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფი ადამიანები ძალიან შორს არიან იმ იდეებისგან, რაც 9 აპრილის სათავედ იქცა. ნაცმოძრაობის რეჟიმს და მის ანაცვლეტებს ახასიათებდათ და დღესაც ახასიათებთ ეს რაღაც სიმბოლოების მისაკუთრება და მითვისება. ამ შემთხვევაშიც ჩვენ დავინახეთ მსგავსი მცდელობა, თუმცა მეორე მხრივ ამის სიღრმისეული ანალიზი რა თქმა უნდა ცხადყოფს, რომ პირიქით ეს ძალები აბსოლუტურად შორს არიან რეალურად იმ მიზნებისაგან, იმ იდეებისაგან, რაც 9 აპრილის სათავედ იქცა და რასაც ეფუძნებოდა შემდგომ უკვე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა. 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო თარიღია. ეს გახლავთ თავისუფლების გამარჯვების დღე, როდესაც ათობით ათასი ქართველი გაერთიანდა ყველაზე ძვირფასის ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად მოპოვებულ საქართველოს თავისუფლებას და განუხრელად გავაგრძელოთ სუვერენიტეტის გამტკიცების გზაზე სვლა. დიდება გმირებს, მადლობა თავისუფლებისთვის, წერს მიხეილ ყაველაშვილი. ამავე თემაზე წერს Facebook-ზე პარლამენტის თავმჯდომარეც. დღეს ტკივილისა და სიხარულის 9 აპრილია. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ხედავს ჩვენ სიმართლეს და მცდელობას და მონდომებას დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ წინა თაობების მონაპოვარი, აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი. მისივე თქმით, ჩვენ აღარ გვაქვს მარცხის ფუფუნება, სისუსტისა და მოდუნების უფლება. საქართველოს სახელმწიფო, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ერის თვითმყოფადობა და უნიკალური იდენტობა არის ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი. ამ წამს სიტყვით ბევრი იმეორებს, საქმით კი საპირისპირო იქცევა. ამიტომაც არც შიდა და არც გარე ბრძოლა სახელმწიფოსთვის არ დასრულებულა და არც დასრულდება. მისი გზაა მართებული და უკეთესი, ამას წყვეტს ქართველი ხალხი პირდაპირ დემოკრატიის გზით. არჩეული ხელისუფლების ვალდებულება გაუფრთხილდეს მინიჭებულ მანდატს და სრულად აცნობიერებდეს პასუხისმგებლობას წარსულის აწმყოსა და მომავლის წინაშე. ყველა ჩვენი გზა, ნაბიჯი და არჩევანი მიმართულია სახელმწიფოს ძლიერებისა და საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ნაბიჯ ღია დისკუსიით, გახსნილობით ვაჩვენებთ ყველა მოქალაქეს, სად არის სიმართლე და სად ფარისევლობა, წერს პაპუაშვილი. 9 აპრილის მოვლენებიდან დღეს ზუსტად 36 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს გამთენისას რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია. გაუფრთხილებლად, ხელკეტებით, ფარებითა და ნიჩბებით შეიარაღებული საბჭოთა ძალები მშვიდობიან დემონსტრანტებს გაუსწორდნენ, ვინც ხელკეტებს გადაურჩა, გაუგებარი ნივთიერებით მოიწამლა. დაიღუპა 21 და დაშავდა 400-ზე მეტი მოქალაქე. 2 წლის შემდეგ ის სწორედ 9 აპრილს დაამტყვია უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება. შესაბამისად, ეს დღე ქვეყნის ისტორიაში ჩაიწერა როგორც ტრაგედიისა და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გავრცელა სოციალურ ქსელში საქართველოში საფრანგეთის საელჩომ. მაშინ ნათქვამია, რომ საფრანგეთი პატივს მიაგებს იმ ქართველი ქალებისა და მამაკაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა. აქვე აღნიშნულია, რომ საფრანგეთი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპისკენ მის სწრაფვაში. განცხადებასთან ერთად სოციალურ ქსელში საელჩო ავრცელებს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და საფრანგეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების 1921 წლით დათარიღებულ დოკუმენტს. მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემა სკანდალი ევროკავშირის გარშემო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას ეხება. აუდიტის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროცესი გაუმჭვირვალეა, არ ხდება გაცემული თანხების კონტროლი და რომ ევროკავშირმა ხშირად ისიც კი არ იცის, მიდის თუ არა ფული არასამთავრობო ორგანიზაციებამდე. საუბარია 7 მილიარდ ნახევარ ევროზე 3 წელიწადში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ანალოგიური პროცესები ხდება საქართველოშიც და სწორედ ამის თავიდან აცილებას ცდილობენ ისინი. თემას თითიდან გამოწვეულს უწოდებს ოპოზიცია. ყველაფერი გამოიყენება უფრო პროპაგანდისტული მიზნებისთვის. სხვა მხრივ საქართველოში არსებული კანონმდებლობა სრულად უზრუნველყოფდა იმის გარკვევას, რა თანხა როდის იხარჯებოდა და მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ნაბიჯი ჩვენი და ზოგადად კრიტიკულად განწყობილი ადამიანის არის ამ ქვეყნის მიერ გათვლილი. ამ შემთხვევაშიც მათი მხრიდან ესეთი საუბრები არის უბრალოდ თითიდან გამოწვეული ინფორმაციაზე დაყრდნობით. მოუწიათ ასევე აღიარება, რომ 6 თუ 7 მილიარდი ევრო არის დახარჯული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაში წლების განმავლობაში. ზუსტად ამას ხვდავთ ჩვენს ქვეყანაშიც, რომ Deep State-ის წარმომადგენლები, იქნება ეს ამერიკული ფონდები თუ ევროპაში დარეგისტრირებული ფონდები, ცდილობენ რომ ჩვენს ქვეყანაში საღი აზრი ჩაახშონ. მათ მაგალითად სახელები აქვთ ისეთი თითქოს კარგი და მჭერმეტყველური, იქნება ეს გამჭვირვალობა, ღიაობა თუ დემოკრატიულობა, მაგრამ რეალურად ეს ორგანიზაციები თავიანთივე სახელების ანტიპოდები არიან. დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტი მართველი გუნდის ინიციატივას გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებზე. კანონპროექტის ავტორების განმარტებით სიახლე უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესს დაარეგულირებს და სანამ თანხა ადრესატამდე მივა დონორს მთავრობის თანხმობა დასჭირდება. ცვლილება არ შეეხება სპორტულ ასოციაციებს, ფედერაციებს და კომიტეტებს, განათლებისა და მეცნიერების სფეროს, ასევე საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს. კანონში ცვლილებას არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაგრძელებად აფასებს ოპოზიცია. ეს არის ტიპიური ავტორიტარიზმის არამხოლოდ ნიშნები, არამედ უკვე სამართლებრივი გაფორმება, რასაც აკეთებს არალეგიტიმური პარლამენტი და ქართული ოცნება, ფაქტობრივად არამხოლოდ ძირს უთხრის დემოკრატიას, არამედ უარს ამბობს დემოკრატიაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, დემოკრატიულ წესწყობილებაზე, პარტნიორებზე, პარტნიორების დახმარებაზე და იმ საერთაშორისო კონტრიბუციაზე, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებოდა. მთელ რიგ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემული გრანტები გამოიყენებოდა არაკონსტიტუციური მიზნების მისაღწევად, მათ შორის ფერადი რევოლუციების მოსაწყობად. ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ეს მავნე პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს და არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ შორის საგრანტო დაფინანსება უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნებს, რა მიზნებიც არის სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებში, სახელმწიფოს ინტერესებში, მოქალაქის ინტერესებში. დღეს ახალი ამბების ნახორცლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.ი შეგიძლიათ.